მანამდე კი მთავარი პროკურატურა დაკავებული მაღალჩინოსნების ახალ ჩვენებებს არ ქვეყნებს. ჩვენებებში საუბარია ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესიკ სურმავას გადაბირების დეტალებზე. დოკუმენტში საუბარია იმაზე, როგორი იყო სურმავას გადაბირების თემა. თემაზე თორნიკე კვარენჩხელაძე მუშაობს, ის ახლა დეტალებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. თორნიკე, მოგესალმებით. საქართველოს პროკურატურა კიდევ ორი დაკავებულის ჩვენებას ავრცელებს სავარაუდოდ ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ლევან ქარდავას და ვახტანგ ბოჭორიშვილის ჩვენებებია. მაშინ ძირითადად საუბარი ბესარიონ სურმავას ეხება. ქარდავა წერს, რომ ამ მის შესახებ ყოფილი მოადგილისგან ბაჩო ბოჭორიშვილისა და კუდის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილისგან ზაალ მაისურაძისგან გაიგო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ჩაეტარებინათ ოპერატიული ღონისძიება და ფარული გადაღება განეხორციელებინათ ლილოს დასახლებაში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ბესო სურმავა მეგობართან შესახვედრად მიდიოდა. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, რის შემდეგაც გადაღებული მასალის შესახებ აცნობეს კუდის მაშინდელ უფროს. ჩვენებაში მოცემულია ინიციალები D-A, სავარაუდოდ იგულისხმება დათა ახალაია. ქარდავას თქმით, ამის შემდეგ დათა ახალაია ამით არ დაინტერესებულა. ამის შემდეგ უკვე ქარდავამ გადაწყვიტა ბესო სურმავას გადმობირება და საქმის განხორციელება ბოჭორიშვილსა და მაისურაძეს დაავალა. აღნიშნული ორი ადამიანი იმავე დღეს შეხვდნენ სურმავას. ბოჭორიშვილს მაისურაძემ დაავალა სურმავას სატელეფონო საუბრის მოსმენა და მას შემდეგ, რაც ის სამსახურიდან გათავისუფლდებოდა, მოდულის შენობაში მიყვანა. სურმავას ბოჭორიშვილმა და მაისურაძემ თანამშრომლობა შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადაღებული მასალის გავრცელებით დაემუქრნენ. სურმავა თანამშრომლობაზე დათანხმდა. ბოჭორიშვილის თქმით, სურმავასგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ დროის განმავლობაში მათ არ მიუღიათ. ასეთი მასალის არსებობის შემთხვევაში ისინი ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. ლევან ქარდავას თქმით, ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ მისი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი მათ ხშირად სტუმრობდა. ლევან ქარდავა იხსენებს, რომ 27 სექტემბერს მის სამუშაო კაბინეტში შევიდა შოთა ხიზანიშვილი, იქვე იმყოფებოდა გიორგი ყავლაშვილიც. ხიზანიშვილს დაურეკეს ტელეფონზე და 2-3 წუთში ბესო სურმავა მოიკითხა და მისი მოძებნა ბოჭორიშვილს დაავალა. მას უნდა დაეთანხმებინა, რომ სურმავას კუდის მიერ ოპოზიციის ლიდერების სხვადასხვა დროს ჩაწერილი ფარული ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაკეთებულად გაესაღებინა. წახალისების მიზნით კი მისთვის 100,000 ამერიკული დოლარი გადაიხადათ. უარის შემთხვევაში კი 150,000. თუმცა იმის გამო, რომ სამსახურში დოლარები არ აღმოჩნდა, კაბინეტში 150,000 ევრო შეიტანეს. გარკვეული დროის შემდეგ სურმავა უკვე მოდულის შენობაში მიიყვანეს. ქარდავა მათ საუბარს არ დასწრებია, თუმცა მოგვიანებით ბოჭორიშვილთან საუბრისას გაირკვა, რომ ბოჭორიშვილი და სურმავა ბათუმში იყვნენ და სურმავამ შეთავაზებული თანხა თანამშრომლობისთვის აიღო. სურმავას ტელევიზიით გამოსვლა და ჩანაწერების შესახებ საუბარი კი შოთა ხიზანიშვილის მიერ იყო ორგანიზებული. აქვე ქარდავა წერს, რომ მისთვის დათა ახალაიას სურმავას ფარულად გადაღება არ დაუვალებია. თუმცა რატომ გადაიღო თვითონ ფარული ჩანაწერები, მიზეზებზე ვერ საუბრობს.